თავი მე-14. მოხდა ისე, რომ შაბათს იგი პურისაჭმელად მივიდა ფარისეველთა ერთ-ერთ მთავართან. ისინი კი უთვალთვალებდნენ მას. და აჰა, მის წინაშე წარდგა ერთი კაცი, წყალმანკით დაავადებული. ამჯერად იესომ კითხა რჯულის მცოდნეებსა და ფარისევლებს. შეიძლება თუ არა მკურნალობა შაბათს? ისინი დუმდნენ. მაშინ შეეხო მას, განკურნა და გაუშვა. მან კი უთხრა, რომელიმე თქვენგანს ვირიან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა იმ წამსვე არა მოიყვანს შაბათი დღეც რომ იყოს. ვერ შეძლეს ამაზე პასუხის მიცემა. რა კი შეამჩნია, რომ მოწვეულნი წინა ადგილებს ირჩევდნენ, უთხრა მათ იგავი. თუ ვინმე მქორწილში მოგიწვიოს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა წავდეს მას მოწვეული. რომ არ მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და არ გითხრას, დაუთმია მას ადგილი, მაშინ შერცხვენილმა უნდა დაიკავო უკანასკნელი ადგილი. ხოლო როდესაც მოგიწვევენ, მიდი და დაჯექ უკანასკნელ ადგილზე, რომ მოვიდეს შენი მასპინძელი და გითხრას, მეგობარო, გადაბრძანდი უფრო მაღლა, მაშინ გექნება მეტი დიდება, ყოველი თანამეინახის წინაშე. ვინაიდან ყველა ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება. თავის მასპინძელსაც უთხრა, როდესაც სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღოს ამაგიერო. არამედ როცა ხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები. ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ შენ რომ მოგიზღან. ამიტომ შენ მართავთა აღდგომისას მოგეზღვება. ეს რომ გაიგონა ერთ მამასთან მჯდომმა, უთხრა მას. ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღვთის სასუფეველში. მან კი უთხრა, ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა და ბევრი მოიწვია. სერობის დრომ რომ მოაწია, გაგზავნა თავისი მონა, რათა წვეულთათვის ეთქვა. მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო. ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. პირველმა თქვა, ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ მაპატიოო. მეორემ უთხრა, 5 უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, გთხოვ მაპატიოო. მესამემ უთხრა, ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლია მოსვლაო. დაბრუნდა მონა უკან და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას. გადი სასწრაფოდ, ქალაქის ქუჩებსა და შესახვევებში, მომიყვანე გლახაკნი, ხეივრები, ბრმები და კოჭლები. უთხრა მონამ, ბატონო, აღსრულებულია რაც ბრძანე და კიდევ დარჩა ადგილი. ბატონმა უთხრა მონას, გადი გზებზე და ორღობეებში. დაეყოლია ისინი, რომ მოვიდნენ, რათა აივსოს ჩემი სახლი, რადგან გეუბნებით, ვერავინ იმ წვეულთაგან ვერ იგემებს ჩემს ვახშამს. დიდძალი ხალხი მივიდა მასთან და ის მიუბრუნდა მათ და უთხრა, თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და ისი არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე. რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ გამოთვლის იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო, რადგან საძირკველს თუ ჩაყრის და ვერ დაამთავრებს, ყველა ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს და იტყვის, ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო. ანდა რომელი მეფეა, რომ მეორე მეფის წინააღმდეგ ომის გამზრახველი ჯერ სათათბიროდ არ დაჯდეს, შეუძლია თუ არა 10,000-ით დაუხდეს 20,000 მომხდურს, თუ არა და ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის იგი, ელჩობას მიუგზავნის და ზავს ასთხოვს. ასევეა ყოველი თქვენგანი. ვინც უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც გააჩნია, ვერ შეძლებს ჩემ მოწაფედ ყოფნას. მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს? არც მიწისთვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, ამიტომ შორს გადაყრიან, ვისაც ყურები აქვს მოსასმენად, ისმინოს.